მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია პულსია, მე ეკა სანიკიძე გახლავართ და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მე დიდია. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ჩვენი სამედიცინო საზოგადოების საუკეთესო, უერთგულეს, უკარგეს ნაწილს ჩვენს ექთნებს ერწყმება. 12 მაისი ექთანთა საერთაშორისო დღეა. იგი ერთ-ერთი ცნობილი საექთნო სკოლის დამაარსებლის ფლორენს ნაითანგეილის დაბადების დღესთან დაკავშირებით დაარსდა და მას მერე ყოველწლიურად ახალ-ახალი თემით, ახალ-ახალი სლოგანით აღინიშნება. წლევანდელი თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ხას უსვამს, რას წარმოადგენენ ჩვენთვის ექთნები. ჩვენი ექთნები, ჩვენი მომავალი. ძლიერი ექთანის გარეშე არ არსებობს სიცოცხლის გადარჩენა. დაახლოებით ასე ითარგმნება ის სლოგანი, რომელიც წელს ფაქტობრივად ძალიან დიდ საადვოკაციო მნიშვნელობას იძენს. ის ავალდებულებს ერთგვარად მოუწოდებს მთავრობებს და ასევე დამსაქმებლებს შეუქმნან საუკეთესო პირობები ექთნებს. ასევე მათი პროფესიული ღირსებისთვის იზრუნონ და რაც ყველაზე მთავარია, მათი ხმა იყოს ყოველთვის ჩართული გადაწყვეტილების მიღების ყოველ პროცესში. შესაბამისად, ჩვენ დღეს მოვიწვიეთ ძალიან საინტერესო სტუმრები, რომლებიც გვესაუბრებიან როგორც ზოგადად საექთნო საქმის განვითარების ისტორიაზე მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში და რა თქმა უნდა თანამედროვე გამოწვევებსა და მიღწევებზე. მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო, წარგადგენთ დიდი სიამოვნებით, პატივისცემით და ძალიან მინდა რომ თქვენ გქონდეთ ნამდვილად ძალიან ბევრი რამ სათქმელი ახლო მომავალში თქვენი წარმატებების და მიღწევების შესახებ. ქალბატონი ნონა გოშაძე, რომელიც გახლავთ საქართველოს ექთანთა ასოციაციის გამგეობის წევრი, ექთანი პედაგოგი და არაერთი საინტერესო საექთნო ასოციაციის საზოგადოების ინიციატივის პროექტის წამომწყები და ასევე მონაწილე. რაც შეეხება ქალბატონ მაია ქარდავას, რომელსაც დიდი სიყვარული წარმოგიდგენთ ასევე, ის გახლავთ საერთაშორისო წითელი ჯვრის საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისათვის და მე თქვენის ნებართვით მაიკო დავიწყებდი ქალბატონ ნონასთან საუბრით. შესავალი გავაკეთე იმიტომ, რომ მინდა ეს ხაზი გავაგრძელოთ და ვთქვათ, რატომ გაჩნდა იმის აუცილებლობა, რომ შევახსენოთ მთავრობებს, დამსაქმებლებს, რა არის საჭირო ექთნების პროფესიული ღირსების, შრომითი პირობების და მათი მონაწილეობის გაზრდისათვის სამედიცინო საქმიანობაში, ზოგადად ჯანდაცვის პოლიტიკაში. რა ხდება დღეს საექთნო პროფესიის განვითარების კუთხით მსოფლიოში და საქართველოში? დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მსმენელს. თემა ძალიან აქტუალურია, რა თქმა უნდა და მე როგორც ამ პროფესიის წარმომადგენელი და გულშემატკივარი და ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მაქვს მიწყვნილი ამ პროფესიისთვის, ვარ გულშემატკივარი, მიხარია ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი და მტკივა ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენი პრობლემები საქართველოს ექთნების დღევანდელი სფეროს პრობლემები შეგვიძლია ჩვენ ლოკალურად განვიხილოთ, თუმცა პრობლემა არის გლობალური. მთელ დედამიწაზე, მსოფლიოში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში, პროფესიაში არის შემდეგი ძირითადი გამოწვევები. ეს არის პროფესიის დაბერება, მოსახლეობის დაბერება, რომელიც ბევრ ქრონიკულ პაციენტს ნიშნავს, ხანგრძლივი მოვლის, ბევრ მოთხოვნას ქმნის, შესაბამისად ექთნის სამუშაო ხდება მეტად სტრესული, მეტად დამღლელი. არის საექთნო პროფესიონალების, რა თქმა უნდა, დეფიციტი. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, ვისაც აქვს ეს დეფიციტის პრობლემა. რა თქმა უნდა, ჩვენ მსოფლიოს ნაწილი ვართ და ვრცელდება ჩვენზე გლობალური პრობლემები და კიდევ დამატებით ემატება ჩვენი ლოკალური ქვეყნის შიგნით არსებული ტენდენციები, მიზეზები, დამატებითი ფაქტორები. ჩვენთანაც დაბერებულია
პროფესია ექნის, რადგანაც ახალგაზრდებისთვის არ არის მიმზიდველი დღესდღეობით ამ პროფესიაში შესვლა, არჩევანის ამ პროფესიაზე შეჩერება. რადგანაც მოგეხსენებათ, ისევე როგორც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, მათთვისაც კი არასაკმარისია ანაზღაურება და ამრიგად, რადგან იმატება სტრესულობაც, რა თქმა უნდა, ის ვერ აკომპენსირებს ის ანაზღაურება და რა თქმა უნდა, იქაც არის, ეხლა მე ვარ გაერთიანებული ერთ-ერთ Facebook გვერდზე, საექცნო პროფესიული მიმართულება არის და ზოგი წერს დამღლელი მორიგეობის შემდეგ საშვით აღებს თავის სახლის კარს, იმდენად გადაღლილი და მძინარია. ზოგი იძახის ეამაყება, ეკნობა, აი ესეთი შემთხვევა მქონდა და ვიგრძენი თავი მნიშვნელოვნად, რა თქმა უნდა, ესეთი მომენტები გვაძლიერებს ექნებს და გვტოვებს ამ პროფესიაში სწორედ. და არის ისეთი მომენტებიც, როცა იმასაც კი ურჩევენ საზოგადო თავიანთ მსმენელს, იმ ჯგუფის მსმენელს, რომ რა გინდათ ექთნობაში. ანუ ისინიც აი ამ მენტალურად რთულია მათთვის, სტრესში იმყოფებიან და რა თქმა უნდა ეგეთი თანდათან ხიბლს კარგავს ეს პროფესია. საერთოდ ის რაც ხელით შრომას ეხება და ჯერჯერობით ექთნის ხელით ნაშრომს ვერაფერი ტექნოლოგია ვერ ცვლის. მე იმედი მაქვს რომ ილონ მასკი ეგთან იმას რობოტებს თუმცა ყველაფერს ალბათ ვერ ჩაანაცვლებს და შესაბამისად არსებობს უფრო მარტივი, უფრო ესე ვთქვათ სუფთა, უფრო ნაკლებად ღამისთევასთან დაკავშირებული, ადამიანის ტკივილთან დაკავშირებული პროფესიები, რომლითაც უზრუნველყოფენ უკვე ახალგაზრდები თავის ცხოვრებას და მომავალს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძნელია მიზიდვა ამ პროფესიაში. თუმცა მე აქვე დავაფიქსირებ, რომ მიუხედავად ამ პრობლემებისა და მიუხედავად ამ პროფესიის სირთულისა, სირთულე იმდენად რამდენადაც ეგთან ჭირდება როგორც კრიტიკული აზროვნება, ძალიან დიდი საბაზისო ცოდნა, პრაქტიკული უნარჩვევების დახვეწილი ცოდნა და მუდმივი სიკვდილამდე სწავლა და განვითარება. და ამდენი მოთხოვნის კვალობაზე, სწორედაც რომ ის ხდება რთული. ანუ მარტივი პროფესია არ არის, ის ექთანი არ არის, დღეს თანამედროვე ექთანი ექიმის დანიშნულების და მითითების შემსრულებელი უკვე აღარ არის, მისი ფუნქცია გაფართოვდა. შესაბამისად, აი ესე უფრო ნაკლები და ნაკლები ახალგაზრდა, თუმცა მე მექნება ალბათ შესაძლებლობა და პოზიტიურ ძრებზეც მოგახსენებთ აუცილებლად. აუცილებლად, მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ თითქოს მოკლე ძალიან გულწრფელ მიმოხილვაში თქვენ უკვე რამდენიმე პრობლემა დაასახელეთ, რომელიც გარკვეულწილად შეგვიძლია დავაჯგუფოთ როგორც პირობების სწორედ რაზეც არის მიმართული ეს სლოგანი და ეს იყო ზუსტად ჩემი კითხვა, რომ ტყულა ასეთი სლოგანები ჩვენ ვიცით რომ არ ჩნდება, ყოველთვის არის კვლევებზე დაფუძნებული, საჭიროებების შესწავლაზე, სიტუაციურ ანალიზზე, რა ხდება დარგში და სწორედ ამის მიხედვით არის ხოლმე რომ ყოველწლიურად მე ახალ-ახალი თემა შემოდის. ზოგადად ეს ასე ხდება ნებისმიერ დაავადებასთან მიმართებაში, მსოფლიო დღეების აღნიშვნისას, პროფესიული მსოფლიო დღეების აღნიშვნისას და ბუნებრივი აქაც ეს არის, ეს მინდოდა მაყურებლისთვის დაგვენახებინა და მე მგონი დავანახეთ, რომ ეს სლოგანი სწორედ მორგებულია იმ პრობლემებზე, რომელიც გვაქვს. შესაბამისად, პირობები არ არის შრომის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ანაზღაურება არ არის, ფუნქციები გაიზარდა და თან შეიცვალა და ექთანი ალბათ გარკვეულწილად დაიბნა, იმიტომ რომ ერთის მხრივ ტექნიკური შემსრულებელი იყოს დანიშნულების, დაგეგმოს, თვალიადევნოს, ზედამხედველობა გაუწიოს თუ იზრუნოს და მოუაროს, ეს სრულიად სხვადასხვა და ჩვენთან სამწუხაროდ, ეხლა უცხოეთის ქვეყნების და ჩვენი ქვეყნის განსხვავებას მე კიდე იმაში ვხედავ, რომ იქ მაინც ასე თუ ისე სორტირებულია ექთნები. იქ მთავარი ექთანი, უფროსი ექთანი, ექთანი, რომელიც დაუშვათ დღის არის, ექთანი, რომელიც ღამის არის, ექთანი, რომელიც ასისტენტის მოვალეობას ასრულებს, თუ მომვლელია გარკვეულწილად მაინც დაყოფილია და აი ეს
დაყოფა ჩვენთან ჯერჯერობით ნაკლებად არის. მე იმედი მაქვს, რომ რეფორმაზე ჩვენ ვისაუბრებთ, დარგის რეგულირებაზე ვისაუბრებთ ცოტა ხანში და შეიძლება ამან უშველოს, მაგრამ მე პირადად მეც ვარ ერთნად ნამუშევარი 4 წლის განმავლობაში სტუდენტობის პერიოდში და ძალიან კარგად მახსოვს აი შეგრძნებას 4-ით ავსულ ვარ სახლში, ისე დაღლილიც მივსულ ვარ ღამე-ნათევი და ამიტომ მესმის ყველანაირად ამ ექთნების, მაგრამ ნახეთ, მე იმასაც ვხედავ, რომ მაშინ მართლა ძალიან მკაფიო იყო საზღვრები. აი ეს დემარკაცია, რაც ხდებოდა ჩვენი სამუშაოს აღწერილობის, ხომ? ძალიან მკაფიო იყო, ვიცოდით რა გვევალებოდა. ეხლა ძალიან ბევრი ფუნქცია შემოვუერთდა ეგთანს და მე ვფიქრობ, თუ ეს ფუნქციები დაიყოფა და გასაგები იქნება ეგთანი რას აკეთებს, ასისტენტი რას აკეთებს, პაციენტის მომვლელი რას აკეთებს და სანიტარი რას აკეთებს, აი შეიძლება ამან რაღაცა შედეგი დადოს. ჩვენ ამ თემას დაუბრუნდებით, მაგრამ რადგან სწორედ ასე ემოციურად დაიწყეთ, მე აუცილებლად უკვე ჩართავ ქალბატონ მაიას, იმიტომ რომ მან უნდა ისაუბროს იმაზე, თუ როგორ გაჩნდა საერთოდ საექთნო პროფესია, ვის სახელს უკავშირდება და რატომ არის ეს დაკავშირებული არანაირად, რა თქმა უნდა, არც ფინანსური ფაქტორი აქ არ იყო, არც არანაირი პირობები შექმნა მაშინ არ იყო, ეს იყო ნამდვილად გულის ზახილი, ხო, იმიტომ რომ ქალბატონ ფლორენსზე, რომელსაც ჩვენ ახლა ამდენი წლის შემდეგ ისევ გავიხსენებთ, საოცრებაა რა, ასეთი ცხოვრება, როდესაც 116 წელი გავიდა მგონი მისი გარდაცვალებიდან, ჩვენ მასზე ვსაუბრობთ ისევ დღეს სტუდიაში. მოზარდი იყო ჯერ კიდევ, რომ დარბოდა გარშემო თავის მშობლების მამულის გარშემო და ეხმარებოდა ავადმყოფებს და გაჭეს. ბუნებით ჰქონდა სურვილი, რომ მოევლო ავადმყოფისთვის. მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივულოცო ექთნებს თავიანთი პროფესიული დღე 12 მაისი. მე როგორც წარსულში არაერთგზის პაციენტს ამ სტატუსითაც ვიტყვი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ამ პროფესიის მნიშვნელობა, ძალიან მინდა ვთქვა მადლი, იმიტომ რომ ეს არის განსაკუთრებული ხალხი. ზოგადად მიმაჩნია, რომ მედიცინას ემსახურება ძალიან თავდადებული ხალხი. სხვანაირად ამ პროფესიაში ვერ იქნები და ფლორანსზე ბრძანებდით თქვენ, მართლაც ძალიან საინტერესო პიროვნება, მე ძალიან მომწონს მისი ბიოგრაფია, ადამიანი, რომელმაც პროფესიას რაღაც ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება, როგორც მოგეხსენებათ და მას დიდი წინააღმდეგობის დაძლევა მოუწია. თქვენ გისმედით ქალბატონო ნონა და რამდენი პრობლემა დღესაც იმ დროსაც არსებობდა და ესე ამდენი წლის მერე ძალიან ბევრი მსგავსება დავინახე. მან ჯერ ერთი მოუწია ოჯახთან ძალიან დიდი წინააღმდეგობის დაძლევა, იმიტომ რომ იმ ხანად ეს პროფესია არ ითვლებოდა პრესტიჟულად, მეორე ხარისხოვან პროფესიადაც კი ითვლებოდა და როგორც ამბობენ, განათლების არ მქონე ქალების, ღარიბი ქალების პროფესია იყო. და ამას შეეწინააღმდეგა ფლორანსი სრულიად ახალგაზრდა ასაკში, როდესაც მამას გამოუცხადა, არადა ის დიდგვაროვანი ოჯახის შვილი იყო, კი ბატონო. და წარმოუდგენელი ამბავი უთხრა თავის ოჯახს, რომ მან გადაწყვიტა გამხდარიყო ექთანი. მოზარდობაში, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, ეხმარებოდა უბანში გაჭირვებულებს და შემდეგ მიიღო რაღაც საბაზისო ცოდნა და სრულიად ახალგაზრდა ქალი გაამგზავრა ბრიტანეთის იმპერიამ ირიმის ომის დროს იქაურ თურქეთში ერთ-ერთ ლაზარეთში ექთნად. და გააყოლეს გუნდი ცნობილია ხო 40-მდე მოწყალების დაყავდა თან და ძალიან საინტერესოდ აღწერს თვითონ ფლორანსის შემდგომ საკმაოდ აქტიური ქალი ჩანს, იმიტომ რომ უამრავი წერილი აქვს დაწერილი, ძალიან 130,000-მდე წერილი აქვს თუ არ ვცდები და კიდევ ნაშრომები, საოცრება, რეკომენდაციები, სახელმძღვანელოები, ის ასევე საექთნო პროფესიის გადამზადების ლიტერატურა აქვს, უამრავი ნაშრომი აქვს შედგენილი დაწერილი და ამ მხრივ ძალიან
ძალიან საინტერესოა და წერს ძალიან საინტერესოდ. დიახ. თქვენ აღწერდით ახლა როგორი უნდა იყოს ექთანი და მას აქვს ესეთი ექთნის საექთნო ხელოვნება ალბათ ასე ითარგმნება ეს წიგნი, სადაც წერს რომ ჭეშმარიტი ექთანი უნდა იყოს ძალიან მაღალი ღირსების ადამიანი და ამბობს არ უნდა გაავრცელოს ჭორი და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მისცეს შესაძლებლობა პაციენტს ჩავარდეს დეპრესიაში, მაშინაც კი თუ კი მისთვის ცნობილია რომ პროგნოზი არაკეთილ საიმედოა. მას აქვს ასევე ერთ-ერთ ქვეთავს სწორედ ესე დაარქვა, ნუ დავუტოვებთ ჩვენს გასაკეთებელს ექიმებს. და კიდევ მენიშნა თქვენ ბრძანებდით აი მორჩილებაზე აღარ არის მორჩილი. სწორედ ეს გააპროტესტა თავიდანვე ყირიმის ომში რომ ეს არ არის მორჩილი ხალხის პროფესია. ჩვენ გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ და მე პირადად ძალიან მომწონს ეს ისტორიული ფაქტია, როდესაც ფლორენსმა რაც ნახა ადგილზე ჩასულმა ის საუბრობს საოცარ სიდუხჭირეზე სამხედრო სამედიცინო მომსახურების, რაც იმ ხანად 1853 წელს ვსაუბრობთ, დაჭრილები ფაქტობრივად ბედის ანაბარა არიან მიტოვებული, ხედავთ გადაღლილ ძალიან მცირე რაოდენობით და შესაბამისად გადაღლილ სამედიცინო პერსონალს და ეს ქალი ლამპარით ხელში, ხო ცნობილი სახე, რომელიც მე ძალიან მომწონს და ეს ლამპარი სწორედ ამ პროფესიის მსახურებში გრძელდება დღეს მე ესე მინდა დავიჯერო, რატომ შეარქვეს ჯარისკაცებმა ცნობილია, ხო ის ღამე როდესაც უკვე ყველას ეძინა, აი ამ ლაზარეთში დადიოდა ამ თავისი პატარა ლამპარი და ამოწმებდა ვინმეს რამე ხო არ უჭირდა და ჯარისკაცებმა ეს სახელი შეარქვეს, თუმცა ნაკლებ პოპულარულია, მაგრამ მანამდე კიდევ დაურქმევიათ ქალი ჩაქუჩით ხელში. იმიტომ რომ ერთხელ როდესაც დიდი ნაკადი დაჭრილების შემოსულა, მას არ მიუქცევია ყურადღება წესებისთვის, აუღია ჩაქუჩი, ჩაუმტრევია საწყობის რაღაც კლიტე და შეუღწევია და მიუღია ის მედიკამენტები და სახვევი მასალა რაც ჭირდებოდა. მოკლედ ეს მხატვრული მხარე რაც შეეხება, მაგრამ ძალიან კარგად ასახავს არს თვითონ აი ამ პროფესიის ერთ რაღაცაზე მინდა კიდე ერთი ფაქტი მინდა მოვიყვანო ამ ისტორია და ერთი წელი სამსახურის შემდეგ, როდესაც ფლორენსმა არა მხოლოდ როგორც მოწყალების დამიმუშავა, არამედ ფაქტობრივად ყოველ დღე წერილზე უგზავნიდა ბრიტანეთის იმპერიის ომის ოფისს, ანუ ჩვენი გაგებით სამინისტროს, ხო? და სთხოვდა მას, რომ იცით რა, ესე არ შეიძლება, რომ სანიტარული პირობები არის დაუშვებელი, რომ ჭრილობებით გაცილებით ნაკლები ადამიანი იღუპება ვიდრე ინფექციებით, კი ბატონო, საშინელი ჰიგიენური კი ბატონო. და ერთი წლის თავზე, როდესაც უკვე საომარი მოქმედებები ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო, იმიტომ რომ სევასტოპოლი უკვე დაცემულია, არსებობს ოფიციალური სტატისტიკა. საფრანგეთის ჯარში, რომელსაც არ ყავდა ფლორენსის დონის ექთანი, 21,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა არა ჭრილობების გამო, აი იმ პირობების გამო, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, მაშინ როცა ბრიტანეთის საავადმყოფოში მხოლოდ 606. აი ეს არის ძალიან ცალსახა მაგალითი იმისა, რა შეუძლია ექთანს, რა შეუძლია კარგად ორგანიზებულ სამედიცინო სისტემას და რა შეუძლია სახელმწიფოსადმი აი ამ პრობლემის სწორად მიტანას, ალბათ ესე ვიტყოდი. ამიტომ მისი როლი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. ისე საინტერესო ტყუები მაიკო არ მინდა გაგაწყოთ, მაგრამ ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად ჩემთვისაც ფლორენსი იმით არის საინტერესო, რომ ფაქტობრივად ერთ-ერთი პირველია, ვინც ბიოეთიკის ფაქტობრივად ნორმები და წესები შემოიტანა თავის დაუნებურად რან ვარსერენ პოტერამდე თითქმის საუკუნით ცოტა მეტითაც ადრე და დააწესა აი ეს თანასწორობის პრინციპი, იმიტომ რომ აი ცნობილია ხო მისი ფრაზა, როდესაც ამას არ მაინტერესებს, კარგია, ცუდია, მტერია, მოყვარია, ჩემიანია, სხვისიანია, ტკივილი ყველას გვაერთიანებს. ტანჯვა ყველას გვაერთიანებს და ამიტომ ყველას უნდა მივხედოთ და ის მტრის ჯარისკაცებსაც თუ ისინი მოხვდებოდნენ მასთან პატრონობდა, ამ მხრივ ძალიან საინტერესოა ის როგორც ბიოეთიკოსი ჩემთვის, მაგრამ აი თქვენ ახსენეთ ძალიან საინტერესო სტატისტიკა და მე გამახსენდა კოვიდის პერიოდი, როცა ყველას ეცინებოდა ხელის დაბანის წესს და ერთ-ერთი რომელმაც ნუ ახლა ფსიქიატრს შემოათავსებს ამ ხელის დაბანის ასე ვთქვათ წესის გამო ცნობილი მე გინეკოლოგი და მთელი ამბები ეს კიდევ ცალკე ისტორია ერთხელ ალბათ ამასაც მიუძღვნით გადაცემას, მაგრამ ერთ-ერთი პირველი საექთნო ყოველ შემთხვევაში აი ამ საშუალო სამედიცინო პერსონალში იყო სწორედ ფლორენსი, რომელმაც შემოიღო
ხელის აუცილებელი დაბანა დღეში თან რამდენჯერმე მით უმეტეს ინტერვენციის, манипуляციის და ასე შემდეგ წინ, მაგრამ ერთია რომ შემოიღო, აკონტროლებდა ამ ექთნებს, როგორც ჩანს საკმაოდ მკაცრი იყო და აიძულებდა მათ, რომ ასე მოქცეულიყვნენ და თუ არ დაემორჩილებოდნენ, უკვე გარკვეულწილად ამ ექთნებს აშორებდა და სხვა საქმიანობას ავალებდა. და მე მინდა რომ ისე გემრიელად ყვები ჩემო მაიკო, აი სტატისტიკოსის, მისი როგორც სტატისტიკოსის როლზეც ისაუბრეთ, აი დღეს ზუსტად რაღაცა პრეზენტაცია გავამზადე, ჩავსვი ეს ტორტები, ეგრეთ წოდებული გრაფიკები, დიაგრამები, რომელსაც ჩვენ შინაურულად ტორტებს ვეძახით, ხო? და გამახსენდა, რომ აი დღეს წერთ გადაცემას, რომელშიც ჩვენ ფლორანსზე უნდა ვილაპარაკოთ და ეს დიაგრამები პირველად სხვათა შორის და მით უმეტეს ეს ცნობილი ტორტის დიაგრამები შექმნა ფლორანსმა. მე მინდა ის სტატისტიკის მნიშვნელობაზეც ვისაუბროთ და მე უკვე ისევ ქალბატონ ნონასთან გადავალ. გარდა იმისა, რაზეც ვისაუბრეთ, ხო, ექთნის პროფესიისაც მრავალმხრივი იყო მისი ინტერესი. ის სტატისტიკაში თქვენ როგორც აღნიშნეთ, ხო, აი მონაცემების ვიზუალიზაციის თურმე ერთ-ერთი ფუძემდებლად ითვლება, სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი თავიდან ეს. ის რომ დიდი რეფორმატორი გამოვიდა არა მხოლოდ ამ პროფესიაში, არამედ ზოგადად შემდეგ, როდესაც ყირიმის ომიდან ბრუნდება, ის მართლა დიდი წნეხის ქვეშ ამყოფებს თავის ხელისუფლებას და სთხოვს მაგალითად აქვს რაღაცა სახელმძღვანელო ლიტერატურა დაწერილი, როგორი უნდა იყოს პალატა, რომ მთელი კედლის სიმაღლეზე უნდა იყოს ფანჯარა, ვენტილაცია და ასე შემდეგ. და სტატისტიკას რაც შეეხება იმდენად ალბათ მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ეს რეფორმები, რომელიც მან განახორციელა, აი რაზეც თქვენ საუბრობთ, ნეიტრალობის პრინციპი, ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია დღეს უდიდესი საერთაშორისო მოძრაობის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის, რომელსაც მე წარმოვადგენ და თქვენ წარმოიდგინეთ ორგანიზაციის შექმნამდე 10 წლით ადრე საუბრობს ფლორანსი ამაზე, ანუ ის რომ ექიმმა არ უნდა განასხვაოს პაციენტი, თითქოს დღეს ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, ხო, მაგრამ მაშინ ეს ხო ძალიან ინოვაციური იყო და სხვათა შორის წითელი ჯვრის დამფუძნებელზე რა თქმა უნდა ფლორანსი იყო მისი შთაგონების წყარო, ანდრი ჯუნანზე ვსაუბრობ და საინტერესო ამბავსაც გეტყვით, ჩვენი ორგანიზაციის არქივებში დაცულია მიმოწერა ჯუნანსა და ფლორანს შორის, მუზეუმში სხვათა შორის წითელი ჯვრის გამოფენილია ეს წერილები, როდესაც ჯუნანს ესე იგი ყირიმის ომიდან 10-6 წელიწადში უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იგივე სცენას აწყდება ხო ნამჯერად ევროპაში, იტალია, ჩრდილოეთ იტალიაში, სადაც ის სრულიად შემთხვევით ხდება ამ ბრძოლის მონაწილე და ხედავს იგივე საშინელებებს, რასაც თავის დროზე ფლორანსი ხედავდა თურქეთში ყოფნის დროს და მას უჩდება იდეა დაწეროს წიგნი, აღწეროს ეს საშინელებები და ერთ-ერთი პირველი, ვისაც ის უგზავნის თავის წიგნს, რომ თანამოაზრეები მოიზიდოს, გახლავს სწორედ ფლორანსი, კი ბატონო. ფლორანსი, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ფლორანსი მას არ ეთანხმება თავის იდეებში, ამაზე ძალიან ბევრია დაწერილი, მაგრამ ნახეთ, ორივე ერთ იდეას ემსახურება. ფლორანსი პასუხობს წერილით, რომ ძალიან კარგია, რომ იქნება მეტი ძალისხმევა დაჭრილების დახმარებისთვის და მათი სამხედრო სამეცნიერო სამსახურების გაუმჯობესებისთვის, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ დაჭრილი ჯარისკაცი არის ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და არ მიმაჩნია სწორად რაიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ, თუნდაც ძალიან კეთილშობილურმა შეუმსუბუქოს ეს პასუხისმგებლობა მთავრობას. აი წარმოიდგინეთ როგორ ხედავს. აბსოლუტურად სწორი ხედვა აქ ის იმან დააყო, იმიტომ რომ მან სოციალური თემები პრინციპში პირველმა შემოიტანა და შესაბამისად უკვე სოციალური მოდელი გახდა მერე უკვე წითელი ჯვრის შექმნის საფუძველი, იმიტომ რომ მისი ერთ-ერთი მთავარი დამსახურება ზუსტად ის იყო, რომ მან გამიჯნა რა უნდა ყოფილიყო ორგანიზაციის ფუნქცია და რა უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს ფუნქცია და აი მე მინდა რომ მოგვიყვეთ აუცილებლად ბარემ რახან ამაზე ჩამოვარდა საუბარი, რამხელა ბრძოლები გადაიტანა, რომ დავუშვათ ბრიტანეთში უკვე წითელი ჯვრის ოფისი გახსნილიყო. ხდება ფაქტობრივად მოქმედებები 1873 წელს იქმნება, ანუ ჯუნანის იდეას ესხმება ხორცი, იქმნება ორგანიზაცია, რომელსაც ქვია ბრძოლის ველზე დაჭრილთა საერთაშორისო კომიტეტი, რომელსაც მოგვიანებით 1875 წელს გადაერქვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და დღემდე ესე ვიცნობთ. და ამ პარალელურ პროცესში ნახეთ, იმის მიუხედავად, რომ განსხვავება მათი მიდგომების ამაში მდგომარეობდა, ფლორანსი უფრო ეროვნულ დონეზე მოწყობაზე საუბრობდა სამხედრო სამეცნიერო დახმარების, ხოლო ჯუნანის საერთაშორისო დახმარების ორგანიზაციების, ყველა ქვეყანაში დახმარების ორგანიზაციების შექმნაზე საუბრობს.
რომელსაც დღეს ვიცნობთ როგორც წითელი ჯვრის ანახევარმთვარის საზოგადოებებს, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს და იუნანის წიგნშიც ეწერა, რომ მშვიდობიან დროს უნდა შეიქმნას რაღაცა ტიპის დახმარების ორგანიზაცია, რომელიც ომის დროს დაეხმარება დაჭრილებს და იმის მიუხედავად, რომ ამაზე ბევრი სტატიაა დაწერილი, რომ აი ვინ იყო პირველი და ფლორენსი მაინც დროის მიხედვით პირველი იყო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ორივეს აი ბევრი მსგავსება აქვთ და ვერ წარმოიდგენთ რამდენი დამთხოვაა მათ ბიოგრაფიაში. ერთ-ერთი ავტორი, თოთაშო ძალიან მომწონს მისი სტატია, რომელიც აი ამ ორ ისტორიულ პიროვნებაზე საუბრობს, ეს არის პიერ ბუასიე, რომელმაც 70-იან წლებში დაწერა სტატია ფლორენსისა და დიუნანის შესახებ, განსხვავებებზე, მსგავსებებზე და ესეთ ფრაზას იყენებს შემაწუხებელი დამთხოვები. ნახეთ, ორივე მაისშია დაბადებული, დიუნანი 8 მაისს და მისი დაბადების დღე არის წითელი ჯვრის და ნახევარმთვარის საერთაშორისო დღე. ფლორენსი თქვენ უკვე აღნიშნეთ ქალბატონო ეკა, რომ ეს არის ექთნების პროფესიული დღე, საერთაშორისო დღე. შემდეგ ორივე ემსახურება ერთ საქმეს, ორივე ძალიან დიდ მიღწევის შემდეგ რატომღაც ხდება ისე, რომ არის დავიწყებული სიცოცხლის მეორე, ცხოვრების მეორე ნახევარი, ორივე საკმაოდ ძიმე ავადმყოფობა ამ თავისი საქმიანობის გამო. ბოლოს ვიცით, რომ ფლორენსი დაბრმავდა საერთოდ ყირიმის ომში საკმაოდ ძიმედ დაავადდა და მთელი ცხოვრება გასდია შემდეგ სხვადასხვა ფორმით ამან და ბოლოსკენ სიცოცხლის ბოლოსკენ ორივე არის დავიწყებული და დიუნანი მაგალითად შემთხვევით აღმოაჩინა ერთ-ერთმა შვეიცარიელმა ჟურნალისტმა ერთ-ერთ ქალაქ ჰაიდნის მოხუცთა თავშესაფარში სტატიას ამზადებდა თავშესაფრებს და უცებ აღმოაჩენს, რომ თურმე ანრი დიუნანი ცოცხალია. იმ ხანადის უკვე ძალიან ღრმად მოხუცებულია და სრულიად შვეიცარიას ახსენდება, რომ ყავს ესეთი გმირი. დღესაც სხვათა შორის შვეიცარლები ძალიან ამაყობენ დიუნანით, მისი აი იმ ისტორიით ის, რომ წითელი ჯვრის მოძრაობა სათავეს შვეიცარიაში იღებს და მალევე აი ამ ხელახალი აღმოჩენიდან თქვენ იცით, რომ მას ენიჭება მშვიდობის დარგში ნობელის პირველი პრემიის პირველი ლაურეატი იყო, თუმცა აქაც აი ამ დავიწყების მერე, აი ამ სიდუხჭირის მერე, როდესაც ეს იღებს აი ამ პრემიას, მისი სურვილია, რომ მთელი ეს თანხა მოხმარდეს ერთ საწოლს, სადაც ყველაზე გაჭირვებული მოხუცი უფასოდ შეძლებს, რომ გაატაროს თავისი სიცოცხლის ბოლო წლები და კიდევ ერთი დამთხვევა, ორივე გარდაიცვალა 1910 წელს. ხო, აი ესეთი ძალიან საინტერესო რაღაც ბიოგრაფიული ბმა ჰქონდა ამ ორ ადამიანს და ამდენად ძალიან საინტერესოა. კი, ნამდვილად, ამიტომაც არის შექმნილი მათზე წიგნები, ნოველები, ისტორიები, ფილმებია გადაღებული, არაერთი ქალის ანათი ზუსტად ერთ-ერთი ფილმი, მერე უკვე თვითონ ფლორენს ნაიტინგეილის სახელწოდებით არის ფილმი და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ფილმებში მაინც უფრო მხატვრული სინამდვილეა, ნაკლებად ბევრი ისტორიული სინამდვილის ისეთი დეტალი, რომელიც ჩვენთვის როგორც ექიმებისთვის მნიშვნელოვანია. დაკარგულია, მაგრამ მაინც საოცრად რომანტიულ ისტორიად დარჩა მათი საქმიანობა, თუმცა ეს იყო უმძიმესი საქმიანობა, მართლა ღამეების ტეხვა, ფიზიკური ფაქტობრივად შრომა, იმიტომ რომ ის ნაშრომებიც, ის წერილებიც, რომელიც იწერებოდა, ამასაც ძალიან დიდი დრო მიჰქონდა და ფაქტობრივად ეს წერილები არის ის ხედვა, რომელიც მან ჩამოაყალიბა საექნო სამსახურის შესახებ და აი სწორედ აქ მინდა ახლა ქალბატონი ნონაც ჩართო, როგორი უნდა იყოს საექნო სამსახურის სტრუქტურა, როგორ ფიქრობთ თქვენ, როგორ უნდა განაწილდეს წეგან წამოვიწყეთ ამაზე საუბარი, ისე რომ მეტნაკლებად დააკომპენსიროს პრობლემები, რომელიც საექნო საქმეში არსებობს. დღეს როგორი სტრუქტურა გვაქვს, ხვალ როგორი იგეგმება რეფორმიდან და დარგის რეგულირებიდან გამომდინარე და რა მოლოდინები გაქვთ თქვენ იმასთან დაკავშირებით, რომ აი ეს რაც ბრძანეთ ახალგაზრდები პროფესიის მიმართ ინტერესი გაჩნდეს და რაღაცა შეიცვალოს დადებითისკენ, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. დიახ, სტრუქტურის თვალსაზრისით მოგახსენებთ თქვენ კითხვაზე, შევეცდები უპასუხო. დღეს სტრუქტურაში ძირითადად კლინიკებში საექნო სამსახური ასეა ჩაშლილი. ყავს საექნო მიმართულებას ხელმძღვანელი კლინიკის მასშტაბით, ყავს დეპარტამენტებს ან განყოფილებებს უფროსი ექთნები, რომლებიც ლოკალურად განყოფილებაში სპეციალობების მიხედვით უკვე ხელმძღვანელობენ საექნოს პერსონალს და საექნო საქმეს. არსებობენ ექთნის ასისტენტები. ეს მხოლოდ ორი გრადაცია გვაქვს პრინციპში, ხაი
თუ ესე სტატუს, როგორც ექთნის პოზიციის გრადაციას შევხედავთ, ექთანი და ექთნის ასისტენტი არსებობს. ის რომ განყოფილებებს ხელმძღვანელობს, კლინიკას ხელმძღვანელობს, ქსელს ხელმძღვანელობს თუ ასოციაციას, ეს ყველა ერთნაირი საბაზისო განათლებით ადამიანები არიან და იმათი პროფესიული სტატუსი გახლავთ ექთანი. რაც შეეხება ექთნის ასისტენტებს, აი მათ სხვაგვარი საბაზისო განათლება აქვს, რომელიც ანიჭებს სტატუსს ექთნის ასისტენტი. სხვა დიფერენცირება საექნო პროფესიაში არ არსებობს. ჯერჯერობით, უბრალოდ არსებობს ბაკალავრი ექთანი, ანუ უმაღლესი განათლების ექთანი, უკვე ანუ სტატუსი ექთნის ქვეშ მოიაზრება ორი განსხვავებული საბაზისო განათლების მქონე ექთანი, ეს არის უმაღლესი განათლების და ეს არის მეხუთე ხარისხის პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებული, რომელიც ასევე მისი სამუშაო აღწერილობა დღესდღეობით ის არის, რასაც ჩვენ ვიცნობთ, საზოგადოება იცნობს და რაც არის ძირითადი ექთნის საქმიანობა. უკეთესი და საითაც მივდივართ, უკვე გადადგმულია ეს ნაბიჯი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებობს საექნო საბაკალავრო პროგრამა. სხვა უნივერსიტეტებსაც აქვთ, მაგრამ უფრო ყურადღება ექცევა და უფრო მოთხოვნადია ინგლისურენოვანი, რადგან ესე ვთქვათ, მიგრირებული სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუდენტებისთვის არის მიმზიდველი საბაკალავრო საექნო განათლების მიღება, მათი შემდგომი პერსპექტივებისთვის, თუნდაც საკუთარ სამშობლოში, ასევე ევროპაში და სხვა ქვეყნებში გასვლის დიდი შანსები ეძლევათ, რადგან მათი დიპლომი ღირებულია ჩვენ საქართველოში მიღებული განათლება. ამ კუთხით გვიჭირს დავაინტერესოთ ქართველი საქართველოს მოქალაქეები, რომ მიიღონ საბაკალავრო, ანუ უმაღლესი განათლება ექთნის. რატომღაც ალბათ ეს ჩვენ სტერეოტიპებთან, ჩვენს რაღაც ესეთ კლიშეებთან არის დაკავშირებული, ან უბრალოდ დროის ფაქტორია, რადგანაც საბაკალავრო პროგრამაზე სწავლება 4 წელს მოითხოვს, ხოლო პროფესიულზე 3 წლით შემოიფარგლება. საბოლოო ჯამში ინტერესი საბაკალავრო უმაღლესი განათლების მიღებისა ერთ-ერთი ძირითადი ის არის, რომ დაქვეითებულია ჯერჯერობით ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ არ არის განსაზღვრული ბაკალავრი ექთანის შემდეგ რითი განსხვავდება ახლანდელი ზოგადი ექთნისაგან, რომელსაც კოლეჯი აქვს დამთავრებული, ხო? აი ეს განსხვავება ჯერჯერობით საკანონმდებლო დონეზე გაწერილი არ არის. მაგრამ იგეგმება, ხო, ქალბატონო? იგეგმება, რადგან უკვე იმიტომ რომ დარგის რეგულირება დაწყებულია. უკვე გვაქვს. რა თქმა უნდა, მას უნდა მოყვეს, რა პერიოდში, რა დრო დაჭირდება ამას, რა ნაბიჯების გადადგმა დაჭირდება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ბოლო წლებში ერთ-ერთი სერიოზული პოზიტიური ნაბიჯი საექნო პროფესიის გაძლიერებისთვის და დაინტერესებისთვის და პოპულარიზაციისთვის, თუნდაც არსებულის ხელშეწყობისთვის იყო ის, რომ სახელმწიფო მინიმალური ზღვარი დააწესა ექთნის ანაზღაურებაში. არა მხოლოდ ექთნის, მერე მას მოყვა კიდევ სხვა პოზიციებიც, მაგრამ ამან ძალიან მკვეთრად გააუმჯობესა იმ მომენტისთვის, ეს პოსტკოვიდური პერიოდი იყო, როგორც მახსოვს, განსაკუთრებით გააუმჯობესა რეგიონის ექთნების მდგომარეობა ფინანსური. ახლა დიდ ქალაქებს რაც შეეხება კონკურენცია მაღალია და იმ მინიმალურ ზღვარზე გაცილებით, არ არის ახლა აქტუალური მინიმალური ზღვარი, ის გადალახულია, მანამდე შეიძლება ვთქვათ, რომ გადალახული იყოს, თუმცა ესე მასიურად ამ პროფესიას ამ კუთხით ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, დიდი სტიმული იყო და დიდი წახალისება. თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. გეთანხმებით, ბევრი რამ ძალიან მნიშვნელოვანი თან გასაკეთებელია, იმიტომ რომ ეს არ არის მცირე რეფორმები, ძირეული რეფორმაა ჩასატარებელი პირველ რიგში სწორედ ეს განსხვავებები, იმიტომ რომ კი თქვენ ბრძანეთ სტერეოტიპები, ჩვენი მენტალიტეტი და ასე შემდეგ, და მე მესმის, რომ თუ 4 წელი უნდა ისწავლოს და მე ლამის ექიმა რაც უნდა აკეთოს, ის უნდა აკეთოს, დაუშვათ ფიქრობს ქართველი, რომ მაშინ ბარემ სამედიცინოს ჩავაბებ და ექიმი ვიქნები, რაღაცზე ვიყო ექთანი, ხო და
მართლა ასე ფლორენსავით და მისი მიმდევრებივით თუ რაღაცა სასწაული სურვილი არა აქვს ამისი და სიყვარული ამ პროფესიის მიმართ არანაირად არ ჩააბარებს, ის ჩააბარებს ამედიცინოს და ეს გასაგებია ჩვენთვის. ან აბარებს და მერე გადადის აი დამასწარეთ ამის თქმა მინდოდა. კი ბატონო, მაგრამ აი სწორედ აქ არის ალბათ მოსაძებნი გზა, როგორ შეიძლება დავაინტერესოთ ისინი იმით, რომ როდესაც მე ვიცი რომ 4 წლიან საბაკალავროს რო ვიქნები ექთანი პედაგოგი, ვიქნები საექნო სამსახურის უფროსი, საერთო ქსელის უფროსი, ვიქნები ტრენერი, ვიქნები უფრო პასუხისმგებელი, ზედამხედველი, ორგანიზატორი, მენეჯერი, ლიდერი და არა დაუშვათ ყოველდღიურად რაღაცა წამლების დამფასოებელი და მიმცემი, თუმცა ესეც ძალიან საპასუხისმგებლო, უბრალოდ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ განსხვავება უნდა იყოს. ბუნებრივია, მაშინ შეიძლება გაჩნდეს ეს რომ დღეს დიდ კარგ მით უმეტეს ეხლა ჩვენ სამწუხაროდ მარტო კერძო კლინიკები გვაქვს საბოლოო ჯამში 80%-ზე მეტი, მაგრამ ეს კლინიკები საბოლოო ჯამში უფრო კარგ პირობებს ქმნიან ვიდრე სახელმწიფო კლინიკები და მე ვფიქრობ, რომ ეხლა კარგი კლინიკის, კარგი საექნო სამსახურის ხელმძღვანელობა აღარ არის უკვე ცუდი პოზიცია, არც სახელმწიფო შემოსავლის თვალსაზრისით, არც რეპუტაციული თვალსაზრისით, კი ბატონო თუ ამაზე ვსაუბრობთ და ასე შემდეგ. ანუ ერთი მომენტი არის ეს, რომ და აუცილებლად განისაზღვროს რა განსხვავებაა საბაკალავრო და კოლეჯ დამთავრებულს შორის, მაგრამ მე მაინტერესებს ძალიან ასისტენტის პოზიცია. ოფიციალურად სპეციალობათა ნუსხის კუთხით იქნება ის რაღაცა დოკუმენტის კუთხით. ეს ასისტენტი ესეთი პირობითია თუ ეს არის რეგულაციურად, ასე ვთქვათ, რაიმე ბრძანებით ან დადგენილებით რომ აი ეს გრადაციაც გავყოთ. ეს ასისტენტი როგორც ასეთი შეიქმნა მას მერე რაც ერთი თითქმის 2000 წლის წინ ქონდა ჩავარდნა საგანმანათლებლო სისტემაში და მოხდა ისე რომ აკრედიტაცია რამოდენიმე პროფესიულმა კოლეჯმა ვერ აიღო. იმისათვის საკმარისი რომ მას გაეცა ექთნის დიპლომი. აი ეს ჩავარდნა სადღაც 2008-სა და 10 შორის დაახლოებით თუ არ მეშლება, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ მასიურად მაშინ ჩვენ მივიღეთ კურსდამთავრებულები, რომელთაც იცოდნენ, სწავლობდნენ საექთნო კოლეჯში, უნდა მიენიჭებინათ მათთვის ექთნის კვალიფიკაცია და აღმოჩნდა ისე რომ ბოლოს გაირკვა რაღაც ან გზადაგზა გაირკვა რომ მათი აკრედიტაცია არ ჰქონდათ და ამ სტატუსის მინიჭება, ამ კვალიფიკაციის მინიჭების უფლებაც არ ჰქონდათ. შესაბამისად ეს დიპლომები ასეთი ფორმულირებით გასცეს, რადგანაც რა თქმა უნდა უკმაყოფილება მოყვებოდა ამ სტუდენტებისა, ან შექმნეს ესეთი პრეცედენტი, რომ სერტიფიკატი დააწერეს და არა დიპლომი, ან პირდაპირ ჩაუწერეს, რომ რადგან ექთნის კვალიფიკაციის მინიჭების უფლება არ ჰქონდათ, ექთნის ასისტენტი. ხო და ერთია გამყარებული, ეს ვიცით რომ ჩაწერილია, კი ბატონო, ეს ფაქტი ცნობილია, მაგრამ ამ შემთხვევიდან წამოვიდა ეს თვითონ ცნება ექთნის ასისტენტი. იმ პერიოდისთვის, როცა ბაზარზე გამოჩნდა ესეთი დიპლომის და ესეთი განათლების მქონე პერსონალი, დასასაქმებელი, დამსაქმებელმა ამჯობინა, რომ 5 ექთნის აყვანის მაგივრად აიყვანა 3 ექთანი და 2 ასისტენტი. რადგანაც ეს უკვე ასისტენტი სიტყვა იმას აძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ გრადაცია გაეკეთებინა ანაზღაურებაში, რა თქმა უნდა, ნაკლებ ანაზღაურებადი ასისტენტები შეცდება იმ ესე ვთქვათ ცვლის სადღეღამისო და 24/7-ზე რა თქმა უნდა ხარჯეფექტური იყო. ესე გაჩნდა სტრუქტურაში, საბოლოო ჯამში კლინიკების სტრუქტურაში შემოვიდა, დაინერგა აქტიურად. მაგრამ სამართლებრივი საფუძველი სადა აქვს, მაგას გეკითხები. აი, თუმცა მე ვიტყვი, რომ ეს ამ უნებლიე რაღაც ესეთი საგანმანათლებლო სისტემის ხარვეზიდან გამომდინარე წარმოშობილი და რაღაც შეცდომა კი არ არის. საბოლოო ჯამში ჩვენ ამერიკულ ესეთ ექთნის სხვადასხვა დონეებს რო ვეცნობთ, გიჭირი მარგებელია. რა თქმა უნდა, მოკლე ვადიანი კურსები დამთავრებული ექთნები, რომელსაც მხოლოდ მოვლის ფუნქციები აქვს პაციენტს, ჰიგიენის, კვების და ასე შემდეგ. და სწორედაც რომ ექთნის ასისტენტის დონესთან არის გათანაბრებული. ასე რომ ეს რგოლი აუცილებლად საჭიროა და შესანარჩუნებელი. ამ ასისტენტად დასაქმების უფლება აქვთ ასევე
დაუშვათ, როგორ თქვა, უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს გარკვეული კურსის შემდეგ, ასევე კოლეჯ დამთავრებულს, რომელსაც ჯერ პრაქტიკაში არ არის დახვეწილი და სურს რომ განამტკიცოს თავისი პრაქტიკა. მოკლედ ეს პოზიცია ფიზიკურად არსებობს. ისევ და ისევ ივსება ეს ვაკანსიები და ხო, ну საინტერესო შეიძლება ჩვენ არ ვიცით de facto არსებობს და de jure რაღაცეები შეიძლება, ну რა თქმა უნდა გარკვეული ჩანაწერი შეიძლება გაჩნდა, მაგრამ მე მისმის რომ საერთო პროფესია როცა არ რეგულირდება, შეიძლება ესე პირდაპირ არ, მაგრამ სხვა დოკუმენტებში არის ხოლმე გაფანტული და მე უკვე დიახ, რადგან საკანონმდებლო ერთადერთი საკანონმდებლო აქტი, რაც ჩემთვის არის ცნობილი, რომელიც მოიხსენიებს და განსაზღვრავს, სად შეიძლება დასაქმდეს ამ адам განათლების, ეს არის დასაქმების კანონი და იქ არსებობს ექტის. კი, აი ამისას მადლობა დიდი. ამას ვამბობ, რომ სალკე საერთო რეგულირების კუთხით არა, მაგრამ სხვა კანონებშია ხოლმე მსგავსი რაღაცეები ჩაწერილი და ასე რეგულირდება ხოლმე, სანამ თვითონ დარგი დარეგულირდება, ან პროფესია დარეგულირდება, ან ნუსხა გაკეთება, მაგრამ მართლა ზოგი ჭირი მარგებელია გამოვიდა მაშინ და წეღარაზეც საუბრობდით იმას დაუბრუნდები, იმიტომ რომ აი ეს გრადაცია სინამდვილეში პრაქტიკაში აუცილებელია. საქმო სამსახურის ხელმძღვანელმა სხვა საქმე უნდა აკეთოს, უფრო სამენეჯერო, საორგანიზაციო, რასაც ფლორანსი აკეთებდა. მერე უკვე როცა მას გუნდი ყავდა განსწავლული ის ახლა ყოველდღიურო იმ წვრილმან საქმეებს და მართლა აღარ დადიოდა არცად ზანათით ხო, იმიტომ რომ ყავდა უკვე გუნდი, რომელიც მის მითითებებს ასრულებდა, მერე მან პირველი საექნო სკოლაც რო შექმნა, იქაც იქ აღზარდა თავისი და ისინი ისევ და ესე ქსელური პრინციპით, ანუ მასაც ყავდა პედაგოგი ექთნები, მერე იმათი შეგირდები და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორებდი, რა ვიცი, შეიძლება ეს მერე თუ მოგვისმენენ გადაწყვეტილების მიმღები პირები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები შეიძლება ასეც აპირებენ, მაგრამ შეიძლება რაღაცა პროცესში შეიტანონ თვითონაც ცვლილებები. მე ვფიქრობ აუცილებელია რომ დაერქვას თავისი სახელი და განისაზღვროს მკაფიოდ კომპეტენციები. რას აკეთებს ბაკალავრიად დამთავრებული, ანუ სამსახურის უფროსი, სამენეჯერო რგოლის, საორგანიზაციო რგოლის წარმომადგენელი ექთანი, რომელიც ფაქტობრივად საექიმო გუნდის პირველი ხელია. ექთანი სიტყვა ექიმის თანაშემწეს ნიშნავს თვითონ, ხო? შემოკლებული ვერსია ეგ თან, ანუ ექიმის თანაშემწე. და აქედან გამომდინარე, ეს უნდა იყოს ნამდვილი ექიმის თანაშემწე პირველი რგოლი. შემდეგ ამას უკვე მისდევს პრაქტიკოსი ექნები, რომელმაც უშუალოდ უნდა განახორციელონ ის манипуляციები, რომელსაც ექიმი ნიშნავს და ბუნებრივი ამ манипуляციების შესრულებაში დამხმარე პირი უნდა იყოს იმ ექთნის ასისტენტი. თუმცა მას მოვლა არ უნდა ეღალებოდეს როგორც ასეთი. მომვლელი ავადმოვლა, ჩვენ ასეთ საგანსაც ვსწავლობდით, ავადყოფის მომვლელი კიდევ სხვა პირია, იმიტომ რომ ჩვენთან სამწუხაროდ სანიტარს უწევს ხანდახან ამ ფუნქციის შესრულებას კატეგორიულად ინფექციის კონტროლის ნორმებითაც აკრძალულია 20 სანტიმეტრზე ცდება ხო იმას აღარ უნდა შეეხოს, მაგრამ საინტერესო ის არის რომ თუ ჩვენ აი ესეთი აღრევა აღარ გვექნება, აქ ხო ხელფასებიც სხვადასხვა იქნება, აქ ხო პასუხისგებლობებიც სხვადასხვა იქნება და შესაბამისად შეიძლება ძალიან მომხიბლავი გახდეს ვიღაცისთვის საბაკალავრო, ვიღაცისთვის კოლეჯი, ვიღაცისთვის ის ორწლიანი ასისტენტის იყოს სრულიად დამაკმაყოფილებელი, რომ 4 დღეში ერთხელ მივიდა, ასისტირება გაუწია ექთანს, წამოვიდა და დანარჩენი 2 დღე შვილებთან არის, ოჯახთან არის, ან სხვა საქმეს ასრულებს და ასეთებიც გამოჩნდებიან. განსაკუთრებით რეგიონებში შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს, სადაც ახლა 4 წლით მოწყდეს თუნდაც 3 წლით მოწყდეს ოჯახს შეიძლება უჭირს, იმიტომ რომ უნდა იქირაოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საერთოდ რეგიონებში საექნო კოლეჯების გახსნა არის პრობლემა, მე მინდა რომ განათლების თემას შევეხოთ, ახლა მე თვითონ ფოთთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს, იმიტომ რომ მამა იქიდან იყო, მაგრამ სულ მახსოვს როგორც ექიმს, რომ იქ იყო ერთ-ერთი უძლიერესი საექნო კოლეჯი და სულ მწყდება გული, რომ არ არის და სულ მინდა ბოლო 10 წელია განსაკუთრებით, რომ აი არ მაქვს საშუალება, რომ ჩემი ნება რო იყოს, გავხსნედი ისევ და აღვადგენდი, თან იქ ახლოა დასავლეთ საქართველოა, ზღვარი, თურქეთია და შემდეგ შესანიშნავი გაცვლითი პროგრამები სტუდენტების გაგზავნის, კონფერენციების, ანუ საექნო დონე რო ძალიან ამაღლდა ჩვენთან და ეხლა მე დღეს ვეღარ მოვიწვია სამწუხაროდ ბევრი წამყვანი ექთანია თქვენ სხვა კონფერენცია გაგდა დროში იწვით და ასე შემდეგ, მაგრამ
ჩვენ ვიცით რომ უკვე გამოჩნდნენ ექნები, რომლებიც ფაქტობრივად თავისი დარგის ექსპერტები გახდნენ, ხო? და წამყვანი სპეციალისტები. ანუ აი ამასაც მინდა რომ შევეხოთ ერთგვარი ესეთი PhD ექნებისთვის, ხო? განვითარება მათთვის, როგორ შეიძლება საგანმანათლებლო სისტემაში, რომ ეს ხაზიც გარკვეულწილად დაინერგოს. სამაგისტრო დავამთავრო მე როგორც ეგდანმა. დოქტორანტურაშიც ვიყო, დისერტაციაც დავიცვა, რატომაც არა. ნუ რა თქმა უნდა, საექთნო სახით. და აი აქ მინდა ახლა ისევ დაუბრუნდე ქალბატონ მაიას, იმიტომ რომ მე მინდა გავაგრძელოთ მოკლედ ვთქვათ აი ეს დიდი სკოლა და ქსელი, რომელიც მან ჩამოაყალიბა, იმიტომ რომ ეს განათლებას და სწავლებას უკავშირდება და წიგნებიც დაწერა სასწავლო ლიტერატურაც ხო ჩვენმა ფლორანსმა, მაგრამ ამის გარდა მე მინდა ის მოწყალების დები და ძმებიც ვახსენოთ, რომლებიც წითელ ჯვარს უკავშირდება გარკვეულწილად და რომელთა სახელები და სახეები ჩვენ არ ვიცოდით, მაგრამ ძალაუნებურად იმის გამო, რომ ძალიან ცნობილ ადამიანებს დაუკავშირდა მათი ბედი, ან თვითონ იყვნენ ახალგაზრდობაში ეს ჩვენი ცნობილი ადამიანები თავის დროზე მოწყალების დები და ძმები, ძალიან საინტერესო ისტორიებად იქცა, თუმცა ნაკლებად ცნობილია საზოგადოებისთვის და სიამოვნებით მოგისმენთ ახლა ამასთან დაკავშირებით.